საპარტნიორო ფონდში ბულგარულ ამერიკული კომპანია კრედიტბანკის დელეგაციის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. კრედიტბანკი ძირითადად სოფიის საფონდო ბირჟაზე მწვანე ეკონომიკის განვითარებაზეა ფოკუსირებული. უცხოელმა სტუმრებმა ქართველ პარტნიორებს რამდენიმე პროექტი შესთავაზეს, რომელზეც მუშაობა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. ერთობლივი პროექტები ძირითადად ალტერნატიული სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის და ურბანულ განვითარებას შეეხება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორგანიზაციები იოლად გამონახავენ საერთო ენას და ბულგარულ-ქართული ერთობლივი პროექტები წარმატებით განვითარდება. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა $9 მილიარდ აჭარბებს და ამ მოცულობის მუდმივი ზრდა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროექტების ხარჯზე, სავსებით შესაძლებელია. ჩვენ ვცდილობთ, რომ რამდენიმე სახის ბიზნესის საერთო ინტერესები გქონდეს ამ ჯგუფთან, როგორც საფინანსო სექტორში, ასევე სხვა მიმართულებებით. ეს არის საპორტო ურთიერთობა ბულგარულ ბურგასპორტსა და საქართველოს რამოდენიმე პორტ შორის შესაძლებელია თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის კუთხით, მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ამ თვალსაზრისით.